დაწეკით ყველა ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. Paime deda. Rasa აკეთებთ, კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჯდება, რატია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიხლაპავს, კაცო? დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია ყავს რა. ოლეგი დაილაპარაკე მედი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, განო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი დროზე გახსენი მეთქი სალაროები. აიმე ბატონო, რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა, კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ძარცვაში ვარ მოყოლილი. გადი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთ-ერთი არა ხიშანი ჭირი მე რა. მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დაგიზუგუნ. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იადაგზე. ამ ჩანთაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა. ვასო ტუალეტში ვარ, ეხლა რო გამოვალდა გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რა მიმქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა. ხო, ცოტა კი ავირიე, ხო. აი კითხე მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ, ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ამარი ყავიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავია აქ, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დე რელიფს ამბობ. გოდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები, რაღაცა თხრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ახლა. ხო, ეს არის თხრიალის ხმა. აი უყურეთ. ჩათი მიდი. ყავები მზადა და სნექებიც გვაქვს. აუ რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალ აქედან. ხო გითხარ ჯობის წიგნა კი ჩარდეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17 ჯერ მაქვს ნახი. თიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა რო 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გულდი კერქს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აუ რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ 3 წელს რო ვიყავ ვინ გამროიპოვა ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდეთ ჩარჩობილი. მე გაიყვარო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებს ეძაფების ყუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება ამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილა. აუ წყალი არ მოგიტანია. და გიზალოტოსმა პირი დამწვა. არ მომიტანე გაი და მოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია.
რა გეშინია გადაობ? თუ არ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ, მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა, ძალიან მებსია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ, შანსი არ არის. ის მინდა რა ქნე ციმან კარადაში ქვემოთ არის ომარიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედავთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლა რას აკეთებ შვილო? გადააგორე მიდი კვერცხი. ო დამაცადი. განათლოსო თქვი. განათლოს. დი ვინა განათლოს? კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო ხალხი წამოსული. ანასტასია გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს კატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში სუზადაკ მიკრული? აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. აშო ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭიროწებნან. კარგი გაჩერდი ახლა კაცო იყურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. დედა ჩემი სიკოდენე. ესე ვერაფერს ახალს მომკო, ვეღარ უყურები თვალდანა. პერსონაჟს ახალ ნამეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ რომ იქით გობახიცებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. დი აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალეტი, ის საწოდავად მოკვდა. საწოდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაიდრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. დედა შენ მოგიკდეს ტვინსია. როდეს წამიყვან კოტია გეკნა, როდეს წამიყო. ინგლისურ უთხრა ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი, ერთხელ ადგე და აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიხოცოთ ფშივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია. ჩუცუთ კურიერი გავს. გისმენთ. კიდე დუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean you can't? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. ძანურებს მიშლის უკვე ეს ინდოელი. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთი ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავწახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარცხა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭაფურიც თო მოხდა ხელში შემაკდება და ეგ იქნება რა. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არ იცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო?
აუ დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებით საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ 2 კვირაში უნდა დამიბრუნო. აი მე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად შეგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულებით. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვიჭი კონდა წეღან დიდი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტირიდან. ამოდით უნდა ბიგასტი კუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები? მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინკედი და არის ნერვულოს ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესემით რა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვარ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭრები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს ფიცავარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეჭე და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებით ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლა წინ იყურე რა. თიკო ნოელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? აუ ძალიან დავარტყინე და. დე შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცი აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე გადასახადების ფულია ეს და ციგნების თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო ეგრეც ვიცოდი ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს ეს ერთი და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში რაღაცა ბრძულად გამომივიდა ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე ეხლა რატომ მიდიხარ ხო ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ხო და თითქმის ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი რა ვიცი არც ინტელექტი არც სულაკაური არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე მახსოვს იქ დრამა ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში ლოკაცია უცვლელია ისევ ექსპო ჯორჯიაში მე-11 პავილიონში წაგიყვანო მარიკო წამოხვალ არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შერობღავილი დაიწყე. და შერა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარაკეთ. ანასტასია მოსულა რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ?
რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოსან მაგაფას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავანოთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. ტეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაძლევენ. არ ერიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, ტეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობები კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაობ, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, მა please რა ესეთი ცუდად. კაი, ხო, ვცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რა წასასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მეზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტები ხარ თიკლა. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი, დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. აუ, ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ნამის რო ჩააგდე ხელებში იმეკთანს. ვრიებს იხსენებ შენ კიდე. რო არ მიყვან იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკლა, მოგზანდით. აუ, მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავიდან გავიგვიდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლა ჩვენ ნახეთ თქვენი CV, ფურცელი, რომელზეც სახელი გვერდა მისამართი ეწერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით, რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს სასტუმროა აქ მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. ნება. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რა კათხი მოდის ლევან? დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გაგუდო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ხალი იყო, დაგიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთეს ვის ნახავენ ხადა? არა, შენზე უკეთესი უნდა იყო, მიღადავები? ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია, 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს, პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს, სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ, მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალბი ფულებით. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მსას უმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წუჩი კონდა წერანთით. მონაწოდე მეც დავიღო.
აუ დედა ჩემო იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე ხო ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის შეიძლება ისე ჩხუბობდა ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები ხო ეგეც მართალია ალო ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი კი ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ აი ყოჩახს მოგწემე სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტიტიდან ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ დაჩიშკნილია სულ ტორტი რა აუ რა ხდება ომარიკო ფერი დაკარგე ჯარხეული მაქვს ანასტასია ვისელოდები მიდი ხარ სადმე ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა თუ უნდა გამომიაროს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები მანქანით მიდიხართ არა თვითფრინავი ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები აუ ვინკეთი და არის ნერვულად ძალიან გიხოთ რა აუ იცი რა მაგრავატარე ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო სიხარულით კი უკვე დავწუნდი მაგაში მანდ ვერ გახვალ სამხრივია აუ რამე მითხარი აღარაფერი აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან სუბუგორებია აი დაიწყო კაია ბუგორები იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს აგერ ერთ თიკო გაუჩერე თიკო დაჯდები წინ არა იყო ჩავჭდები უკან ეშვებით აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა შენ თავს პიცა ვარ ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან დაიძარი ეხლა აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა სტადიონი ხო იცით ჩემთან მაგის კარებშიც კი შეეჭი და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდიდა მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე აუ თეკლე წინ იყური რა თიკო ნოელაპარაკები შენ კიდე ნელა მოხუცი ქალია წინ რა საკეთებ რაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი რა ზმანები გოგო წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით ზმანები მე მაქვს 200 ლარი ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტო სათამაშოს თუ მიყიდი 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე 250 ლარი გამოდის ელემენტარულიც რო არიცი ოი ხო 250 ლარი მქონია მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუნ გეყიდა ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში ხო ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი ჰა თან ეს გამომცემლობაც იქნება კაცო წიგნები ბათუმში გამოდიან ხო დელფინიანი წიგნები რო არის ხო აუ დელფინზე გამახსენდა კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს აჰა მოგიტანი 200 ლარი ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო როდის მომიტყუები ხარ მე ხო ალბი ფულები